მესიჯი შენი მომავალი პარტნიორისგან. მანიფესტი გავააქტიურებ, ვინც კომენტარებში დაფიქსირდება, აუცილებლად ყველასთან შემოვა ეს მოცემულობა, ძალიან ყურადღებით მიიღე ეს უმაგრესი ინფორმაცია. რა დროა შენს ტელეფონის ეკრანზე დამიფიქსირე ზუსტად ეს დრო კომენტარების ველში, კარგად დააკვირდი დრაკონის თვალს და კითხე, თუ რა მესიჯი აქვს შენს მომავალ პარტნიორს შენთვის. მე კი გავაჟღერებ უკვე ამ ინფორმაციას 2 წამით აკაცდით და დავიწყოთ. მაშასე ჩემოკარგებო მესიჯი თქვენი მომავალი პარტნიორისგან. რა არის ეს მესიჯი და აი ზუსტად მოვიდა ძალიან ნათლად და გარკვევით ეხლა უბრალოდ უყურეთ ჩემოკარგებო. თასების რაინდი, თასების პაშთან კომბინაციით ხვდებით ხო ეს რა არის? ძალიან რეალურად მოგაწვდით მე ამ ინფორმაციას ეხლა, იმიტომ რომ ეს არის მესიჯი თქვენი მომავალი პარტნიორისგან. სასწაულია ჩემოკარგებო, იმიტომ რომ ზუსტად ეს მესიჯი უნდა გაჟღერდეს ეხლა თქვენთვის, ვისაც ჩემი გაშლები ნანახი გაქვთ, კი იცით რამდენად ზუსტად რეზონირდება ხოლმე ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, მაგრამ აი ეხლა ნამეტანია ჩემოკარგებო, იმიტომ რომ 2 სასიყვარულო პარტნიორის დამადასტურებელი მესიჯი მოვიდა თქვენთან და რჩევა პირველ რიგში მინდა რჩევა გავაჟღერო, რომ თქვენს წინაშე შეიძლება იდგას ახლა ძალიან ბევრი ვარიანტი, სხვადასხვა ადამიანები, რომლებთანაც ხართ ურთიერთობაში, მაგრამ რაღაცნაირად დისტანცირებული შეიძლება იყოთ და ჩაკეტილი გქონდეთ ემოციები და თქვენს თავში იყოთ, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი ამ ეტაპზე, აი გამოდით აი ამ ენერგიებიდან აუცილებლად და აუცილებლად იპოვით აი ამ ადამიანს. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება წარსული პარტნიორიდან ტრამვები გაბრმავებდეთ და გიშლიდეთ ხელს იმაში, რომ სათანადო ადამიანი შეარჩიოთ ზუსტად ისე, რომ იყოს ეს ნამდვილად თქვენი ბედისწერის ადამიანი და არა რაღაც საშინელება, რომელიც იქნება манипуляტორი, ძალიან ცუდი დამოკიდებულებით, ხო სხვადასხვა ცუდი განსრახვებით. შეიძლება ცოტა უკმაყოფილება გქონდეთ, რომ რატო არ არის ჩემ ცხოვრებაში ისეთი სასიყვარულო პარტნიორი, როგორცაც ვიმსახურებ, რატომ ეს კითხვა შეიძლება მეორდებოდეს, ინტენსიურად მომდის ეს ინფორმაცია, ახლა აი რატომ არ მეწყობა ეს ყველაფერი, მე ხო ვიმსახურებ. კი ბატონო, ჩემოკარგო, იმსახურებ, მაგრამ გამოდი აი ამ ჩაკეტილი წრედიდან, უბრალოდ გადისადმე ხალხმრავალ ადგილას. ეს შეიძლება ამის მინიშნებაც იყოს, რომ გახვიდე უბრალოდ სახლიდან, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში გაცნობილი ადამიანები არ არის ჩემოკარგო ეს ის ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი ბედისწერის ადამიანი. აქ პირდაპირ მოწოდება არის, რომ გამოდი შენი ჩაკეტილი სივრციდან და გადი ხალხმრავალ ადგილებში იმისათვის, რომ იპოვოს სწორედ ეს ადამიანი, რომელიც შენი ბედისწერის ადამიანია. ის თვითონ გიგზავნით ახლა ამ მესიჯს, რომ გამოდი, თუნდაც სადმე კაფეში წადი მეგობრებთან ერთად დაჭიქ და იქნებ და მანდაც ხვდები, რა იცით ხო, ნამდვილად სასწაულია. ეს არის ცეცხლის ნიშნის მატარებელი. მამაკაცი, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მაგარია. თუ მამაკაცები მიყურებთ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მამაკაცი მატევნობს თვალს YouTube არხზე და მადლობას გიხდით თქვენ ამისათვის. მამაკაცებმა მიიღეთ ეს ყველაფერი როგორც ქალბატონი, ანუ შეაბრუნეთ თქვენზე, მოირგეთ ეს ინფორმაცია, რასაც მე ახლა ვაჟღერებ. ხოლო ქალბატონებისთვის ეს არის ფინანსურად ძალიან კარგი ენერგიების მქონე მამაკაცი, რატომღაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ვერძი ამ შემთხვევაში. არაჩვეულებრივია, თუმცა შეიძლება იყოს ლომი მშვილდოსანი არ გამოურიცხავ, ან შეიძლება სხვა ზოდიაქოს მატარებელი ადამიანი, რომელსაც წამყვანი პლანეტები ვენერა, მზე ექნება ცეცხლის ნიშანში. არაჩვეულებრივია, თუ კი ახალი ადამიანი შემოვა ახლო მომავალში თქვენს რეალობაში, ძალიან კარგად გამოიკვლიეთ მისი რუკა, პირდაპირ ნუ შეიკითხებით, რა ხარ ზოდიაქოთი, რომ რაღაცა ჭვებში არ ჩააგდოთ ადამიანი, შეიძლება კითხოთ დაბადების თარიღი, როდის ხარ დაბადებული, ან დაბადების დღე როდის გაქვს, რომ იყოთ ნაკლებად შესამჩნევი, ყოველთვის იმოქმედეთ ისე, რომ იყოთ ნაკლებად შესამჩნევი, ჩემოკარგებო, არ არის აუცილებელი, რომ ზოდიაქოთი რა ხარ და შენი ნატალური რუკა გადმომიგდე და ასე შემდეგ. ეს უკვე ძალიან დავალვიბრაციული ადამიანის საქციელია და ძალიან ხშირად იფაქტებით ხოლმე ესეთ რაღაცებში და ადამიანს უკვე აღარ უნდა თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ არის ზოგი ადამიანი და მათი კატეგორია
რომელსაც არ სჯერა ამ ყველაფრის და თქვენ ამით შეიძლება გააბუჭოთ ყველაფერი. ასე რომ იკითხეთ უბრალოდ დაბადების დღე როდისა აქვს მას და ყველაფერს ძალიან კარგად მიხვდებით. აი, იმდენად მიხარია, რომ ესე ნათლად წამოვიდა მესიჯი, აი, არ ვიცი როგორ გაგიზიაროთ უბრალოდ ეს ყველაფერი, ხო? სხვათა შორის საკმაოდ ფუფუნების მოყვარული ადამიანიც არის და თავის ნათქვამა, თუმცა სხვაგვარად შეუძლებელია ცეცხლის ნიშანი, შეიძლება წყლის ნიშანიც იყოს, არ გამორიცხოთ ზოგიერთისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალურად უნდა მიიღოთ რეზონირების მხრივ, მაგრამ უყვარს ადამიანს ფუფუნება, კარგი ცხოვრება, კარგად მოწყობილი სახლი უნდა გქონდეს, აუცილებლად ყველაფერი რაც ჭირდება და არ ჭირდება, უნდა გქონდეს მატერიალური კეთილდღეობის სახით, ხო, შეიძლება სულაც არ ჭირდებოდეს რაღაც 90 ინჩიანი ტელევიზორი, მაგრამ აუცილებლად უნდა გქონდეს, ხო? აი, ესეთი ტიპაჟია ნამდვილად და პირიქით, კარგიც არის ეს ყველაფერი, ამაში ცუდი არაფერი არაა, ჩემო კარგებო. ძალიან מחვილგონიერი ამავდროულად და თვითკმარი არა აქვს რაღაცა ძალიან არარეალისტური მოთხოვნილებები, თუ რაიმე მოუდება, ის იშრომებს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მიიღოს და თავის რეალობაში უკვე შემოიყვანოს. რაღაც დაძაბულობა წამოვიდა, უცებ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ამ ადამიანთან ჩემო კარგებო, არც კი გაბედოთ რაიმე ტყუილის თქმა თქვენს შესახებ, მაგრამ ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ თქვენი წარსული ურთიერთობები უნდა გადმოფინოთ ეგრევე. ძალიან გონივრულად არ არის აუცილებელი წარსული პარტნიორების 2, 3, 4 და ასე შემდეგ მოხმობა და მათზე საუბარი, იმიტომ რომ ადამიანი ბუმერანგის წესით დაგიბრუნებს ანალოგიურად შეიძლება თვითონ ურთიერთობაში გაგიმეოროს, ასე ვთქვათ, იგივე სცენარები, რასაც შენ გაუზიარებ. ძალიან აქტიურად მომდის ვერძის ენერგეტიკა, აქ დიდი ალბათობით ან ვერძებიც მიყურებთ არ არის გამორიცხული, ან ადამიანი იქნება ვერძი, ვინც მომავლიდან გვესაუბრება ახლა, იმიტომ რომ ვერძები სწორედ ასეთები არიან, ძალიან იციან გულში ჩადება, ასე რომ არავით არის ტყუილი იყავი, გულწრფელი, ამას დაგიფასებენ, რასაც გასცემ ადამიანის მიმართ ანალოგიურს დაგიბრუნებს და უფრო მეტადაც კი წარმოედგინე. ძალიან გონივრულად უნდა იმოქმედო მასთან. დაუფიქრებელი ნაბიჯები, დაუფიქრებელი გამოხტომები, ესე მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ზოგჯერ გვჩვევია ხოლმე ადამიანებს, ხო რაღაც ემოციების აყოლა, ისტერიკები აქ ეს არ გამოგადგებათ, იმიტომ რომ რა ისტერიკები ჩემო კარგო, თქვენს თითოეულ სიტყვას უნდა მოეკიდოთ ძალიან מחვილგონიერად, არ უნდა გადაამლაშოთ რაღაც თქვენს საუბარს, თქვენი ნამოქმედარი უნდა იყოს ძალიან ზომიერებაში ჩამჯდარი, ხო ეს ყველაფერი. ძალიან ყურადღებით უნდა იყოს მასთან, თორე თვითონ ადამიანია ისეთი, რომ პერსპექტივები ჩაგეკეტებათ სამყაროსგან, იმიტომ რომ ეს ადამიანი მოდის თქვენთან სამყაროს ნებით და თქვენ თუ რაღაც ტყუილებით და სცენარებით, მისიქეთ გულაობებით გააფუჭებთ ამ ყველაფერს, ამ ურთიერთობას, ნამდვილად ეს ფინანსურ და კარიერულ წინსვლაზე დაგარტყავთ ძალიან შესამჩნევად. ჩაიგდება თქვენი წინსვლა, კარიერა და ფინანსები. თუ ამ ადამიანს აწყენინეთ, ჩემო კარგებო, ხედავთ ხო, ცხრიანების თასებიც მოვიდა აქ ჩვენთან მესეჯის სახით, რეალურად ადამიანს შეუძლია მოგიტანოთ ძალიან მაგარი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ თქვენს ტყუილებთან ძალიან ფრთხილად, არ არის აუცილებელი ყველაფრის გადმოფენა და გასაჯაროება, ხო, შეიძლება ზოგიერთ შვილებიც გყავთ, არ არის აუცილებელი პირველ, მეორე, მესამე შეხვედრაზე ამ ყველაფრის გადმოფენა, იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენ შვილებზე უნდა იზრუნოთ იმისთვის, რომ ვისაცნობ თქვენს შვილებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილო არის, არ არის აუცილებელი ამის გადმოფენა, გასაჯაროება და პირველივე ჯერზე მთელი თქვენი ისტორიის, ასე ვთქვათ, გაკვეთილის სახით ჩამოყალიბება და მე ლექციის სახით წაკითხვა, ხო? ძალიან დაკვირვებით თქვენი თითოეული სიტყვა გათვლილი უნდა იყოს და ის ინფორმაცია, რასაც გააზიარებ, უნდა გქონდეს შესაბამისი საფუძველი, რისთვის აზიარებ, რატომ აზიარებ, ხო? და ასევე ბევრი ლაპარაკიც არ უყვარს მას, რატომღაც ესეთი ინფორმაცია მომდის.
კი ბატონო, შეიძლება უცებად თქვენმა ბიურმა საუბარმა რაღაცნაირად დისკომფორტი შეუქმნას და მან უბრალოდ აღარც მოგისმინოთ და შეიძლება ნამდვილად აღარც გქონდეს სურვილი რომ ურთიერთობაში ჩაერთოს. ამიტომ ძალიან ბალანსში უნდა იწყდეს თქვენი ქცევები, აი დატოვეთ ეს ყველაფერი, ხო და დატოვეთ ეს თქვენი ჩვევები, თუ გჩვევიათ ხოლმე რომ თქვენი წურწუნით, დეპრესიით, პარტნიორთან უნდა მოაგვაროთ მაინც და მაინც და ის გონიათ ფსიქოლოგი, ეს ასე არ არის ჩემოკარგება. ფსიქოლოგები მუშაობენ და ძალიან მივესალმებით ხოთა შორის მიუხედავად იმისა, რომ ეზოთერიკა არ აღიარებს ფსიქოლოგიას, მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ ეს არის პროფესია როგორც მინიმუმ და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის პროფესიებს. ძალიან ყურადღებით, ვისთან გამოიჩენთ აი ამ თქვენ დეპრესიის გამოვლინებას, ხო? იმიტომ რომ ცეცხლის ნიშნის ადამიანი და გინდა წყლის ნიშნის ადამიანი არ არის ისეთი, რატომღაც აი აქ მამაკაცური ენერგია უფრო წამოვიდა, არ არის ეს მამაკაცი ისეთი, რომ თქვენს მელანქოლიურ გამოვლინებებს უსმინოს ადამიანმა და უსმინოს. შეიძლება ისე ასტკივდეს თავი, რომ შეიძლება წავიდეს. მაგრამ ნახეთ აი აქ ექვსიანების ხმლები, სწორედ ამას ნიშნავს ძალიან ფრთხილად და ყურადღებით, რომ თქვენ თვითონვე არ გააქციოთ ადამიანი. რაც შეეხება თქვენი ფინანსური სიდუხჭირის მდგომარეობას ხუთიანების თასების სახით, რომელიც მოგევლინათ ახლა დასტაზე, აი ეს ყველაფერი დაგტოვებს სწორედ ამ ადამიანის წყალობით. ხედავთ ხო რა არაჩვეულებრივი მოცემულობები მოდის ნამდვილად. საჭიროა ძალიან მალე მოვიდეს თქვენთან ეს ადამიანი. იქნებ ქალბატონებისთვის იზაბელის მაგიური ზეთი იყოს ამისთვის დახმარება და მინიშნებაც კი, რომელიც საჭიროა ახალი პარტნიორის მოსაზიდად ძალიან სწრაფად, რომელიც იქნება ფინანსურად მყარი, სიუხვით, ბარაქით წარმოდგენილი თქვენს რეალობაში. რაოდენობა ძალიან შეზღუდულია, სულ 6 თუ 7 ვარიანტი გვაქვს დარჩენილი თავისუფალი. ეხლა რაც შეეხება თქვენი მხრიდან გაღებულ წვლილს ამისთვის თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, უნდა დაასრულოთ მარტოობა და ჩაკეტილობა, ხო? გამოდით თქვენი ჩაკეტილი წრედიდან, აიკარეთ გუდანაბადი და გამოდით ამ სიმარტოვიდან, გამოდით თქვენი სახლის სივრციდან, სადაც ძალიან დიდ დროს ატარებთ თქვენი რეალობის, ხო? ერთი სული გვაქვს სახლში შევარდეთ, შევიდეთ სოციალურ ქსელებში, ვიმესიჯოთ, არაფრის მომცემი მესიჯები, როგორ ახარ დილამშვიდობის, ღამემშვიდობის ჩემეგობრებო, გამოდით სახლიდან, გადით სივრცეში, სადაც რეალურად უნდა მოხდეს ადამიანების გაცნობა პირდაპირ. ხო ხვდებით რას გულისხმობ, სოციალური ქსელები რეალურად ადამიანისთვის არ არის სასურველი, როცა გულისხმობთ პარტნიორულ ურთიერთობებს, ხო? იმიტომ რომ თქვენს გარდა შეიძლება 15 სხვა ადამიანს ესაუბრებოდეს, ხო, ადამიანი და აი ამ შემთხვევაში ოპტიმალური გადაწყვეტილება და ასევე მესიჯი თქვენი საომავლო პარტნიორისგან, რომელსაც ახლა მე ვაჟღერებ, არის ის, რომ გამოდი შენი სახლის სივრციდან და იქნებდა სწორედ აი გზას, როდესაც დაადგების საიტკენ წახვალ გააჩნია კაფისკენ, რესტორნისკენ თუ სხვადასხვა სივრცისკენ, დარბაზი იქნება თუ სხვა არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სწორედ იქაც მოხდეს თქვენი შეხვედრა. ასე რომ გამოდით სახლის სივრციდან, ეს არის გადამწყვეტი არსებითად მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. იმისათვის, რომ დასრულდეს თქვენი აი ეს კითხვის ნიშნების მდგომარეობა, რატომ არ მიმართლებს, იმიტომ არ გიმართლებს შემოკარგო, რომ ხარ ჩაკეტილ წრედში. გამოდი რაღაცა შექმენი, რაღაცაზე იმუშავე, რაზე უნდა იმუშაო, ხო? მაგალითად, წადი კაფეში დაჯექი ერთი ფინჯანი ყავა, აიღე 5 ლარის საშუალება, ყველასა აქვს აბსოლუტურად და თუნდაც დაგეგმე შენი მომავალი კვირა, შაბათი, სამშაბათი და ასე შემდეგ დღეები ჩამოძრე რაღაცა საქმიანი იერი შეიქმენი, როდესაც ადამიანი რაღაცაზე აქტიურად მუშაობს, უფრო საინტერესო ჩანს, აი ამაზე ორიენტირდი უფრო ნათლად როგორ მოგაწოდოთ ამაზე ინფორმაცია უკვე აღარ ვიცი ფიზიკურად. იცით რა, შეიძლება ოჯახიდან მოდიოდეს რაღაცა მინიშნებები არაჯანსაღი სხვათა შორის, რომ ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, მაგრამ გამოდით აი ამ კოლექტიური აზროვნებიდან და თქვენ ხართ ინდივიდი, არ არის აუცილებელი, რომ როგორც დედა და მამა ფიქრობს, თქვენც ანალოგიურად ფიქრობდეთ. ზოგჯერ მათი ფიქრები და მიდგომები არ არის ჯანსაღი და ეს დამყარებულია მხოლოდ მათ გამოცდილებაზე, ხოლო რაც შეეხება გამოცდილებას, ეს არის ინდივიდუალური და თითოეულმა ადამიანმა
თვითონ უნდა გაიაროს თავისი გასავლელი გზა, შეცდომები თუ ასე შემდეგ. მე ყოველთვის ვიცახი ხოლმე, რომ სხვისი შეცდომიდან გამორიცხულია, რომ რაღაცა ისწავლოთ, იმიტომ რომ თუ სხვისთვის შეცდომა იყო, შენთვის შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო მოცემულობის მომტანი. ასევე წარსულში ყურება, წარსულში პარტნიორის ძიება და იმაზე ნერვიულობა, ჩემოკარგებო, არც კი იფიქროთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა ადამიანი მომავლიდან გესაუბრებად, აი ეს არაჩვეულებრივი მამაკაცი შავი თმით და საკმაოდ ფერმთალი სახით, კანით, ასე ვთქვათ. მამაკაცებისთვის ეს არის ქალბატონი ანალოგიური ნიშან-თვისებებით. ასე რომ წარსულში პარტნიორების ჩაჭიდება და მათზე ნერვიულობა, აი რას გაძლევთ, ხო ადამიანმა გადკინეთ გული წავიდა, აი რაღაც შეცვლით ამით და იცავით საზღვრები იმის მიხედვით, რომ თქვენ აღარ უნდა იფიქროთ წარსულში ადამიანებზე, იმიტომ რომ ეს მინიმუმ ენერგიას გართმევთ სასიცოცხლოს და ეს თქვენთვის არ არის აუცილებელი და სასარგებლო. საზღვრები უნდა იყოს თქვენი ძალიან მკაფიოდ დაცული იმისთვის, რომ თქვენ თავში ჩაღრმავდეთ და აი სწორედ მანდ გაიგებთ, სად უნდა მიმართოთ თქვენი ძალები, არათუ წარსულში, არამედ აწმყოში შემოძვირფასებო, იმიტომ რომ მომავლიდან ადამიანი აი ესეთ არაჩვეულებრივ მესიჯებს გიგზავნის. აქ მე არაფერ შუაში ვარ, მე ვაჟღერებ მხოლოდ იმას, რასაც ეს ადამიანი მეუბნება თითოეული თქვენგანისთვის ინდივიდუალურად. კარგი, კიდევ ერთი თქმა უნდა, მას ახლა გავიგოთ დეტალურად უფრო. მეგობრებო, კატის ხმა მოდის აქტიურად და ეს ნიშანით შეიძლება იყოს იმისა, რომ თქვენ ძალიან ნერვიულობთ ამაზე და ძალიან ესე იგი გოდებთ და მოთქვავთ აი ამ თქვენს პირადულ ურთიერთობებზე, იმიტომ რომ არ ახართ კმაყოფილი, რა თქმა უნდა და რეალურად 1000 ნეგატიური აზრი გიტრიალებთ თავში, ნახეთ როგორ ღნავის ძალიან ესე მონდომებული გარედან ფისუნია. მოკლედ ნახეთ ახლა რაშია საქმე აქ და რა არის მესიჯი მთავარი, რომ თქვენ თუ ჩაღრმავდებით, აქ არის ძირითადად ეს მედიტაციურ დონეზე, როდესაც თქვენ მედიტაციურ დონეზე ჩაუღრმავდებით თქვენ შინაგან მეს, ეს არის უმაღლესი მე, რომელიც არის ზე იდეალური და მან უკვე იცის რა როგორ მოხდა, რეალურად ეს არის მომავლის მე თქვენი. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვიძახი, მაგრამ თქვენი მეორე მე, რომელიც არის უმაღლესი მე, უზენაესი და გესაუბრებათ მომავლიდან, რომელიც გაწვდით კონკრეტული ინფორმაციას მესამე თვალს რო ვეძახით ხოლმე, აი ამის მეშვეობით იცით რა ჩაფიქრდით, გააკეთეთ მედიტაცია თუნდაც 5-10 წუთიანი, ნუ იქნება 9 საათიანი და თქვენ თვითონვე მოგივათ ის სამოქმედო გეგმა შემოძვირფასებო, რაც უნდა შექმნათ თქვენივე ხელით და მოიყვანოთ ეს რეალობაში, რაც მოგიტანთ აუცილებლად ერთობას აი ამ ადამიანთან. ხვდებით ხო, რაზე ვსაუბრობ, ჩემო კარგებო? ეს ტანგვები, ღნავილი, რომელიც წეღან კონკრეტული კატისგან ისმოდა გარედან, ხო? ღნავილი, გოდება, ტირილიც კი, რატომ არ მოწყობა ეს ყველაფერი? აი ეს ყველაფერი უნდა დატოვოთ წარსულში. იმიტომ რომ მოდის ცეცხლოვანი სასიყვარულო ურთიერთობა თქვენს რეალობაში, მეგობრებო, აი უზომოდ მიხარი ამას, როდესაც გეუბნებით, ეხლა ლამის ავხტე და ისე გამოვხატო სიხარული. აი უზომოდ მაგარი ადამიანი მოდის თქვენთან და იმედი მაქვს, რომ ჩემთანაც რატომღაც იმდენად მიხარია, რომ ზუსტად ვიცი, რომ ჩემთანაც ანალოგიური შემთხვევა ვითარდება, იმიტომ რომ მეც თქვენთან ერთად ვიღებ ხოლმე ინფორმაციას. ხოლო ის ნეგატიური აზრები, რომელიც გვაბრმავებს, ჩემო კარგებო, შეიძლება ადამიანი სულად ჩვენ გარშემო ტრიალებდეს და ვერ ვხედავდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ტრიგერებში ვიხარშებით, ხო? აბა ეხლა რაზე ვითარდო, აი მან რო 2001 წელს რაღაც მესიჯი არ მომწერა, მოდი რატომ იმატოვა და აი, ჩემო კარგებო, ეს არაფერს არ მოგვიტანს კარგს, ეს უნდა დავასრულოთ. ასევე ფინანსური ენერგიების გადინება, რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ არასწორ ადამიანზე ხართ ჩაციკლული, რატო ჩაიციკლეთ, ნამდვილად არ ვიცი, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ სწორედ აი არასწორ მოვლენებზე ჩაციკლა იწვევს თქვენ ფინანსურ ზარალს, რომელიც ვერც კი გაგიგიათ, საიდან მოდის, ხო? საიდან მოდის რეალურად? ხედავთ ხო თქვენ თვითონაც, როდესაც ხართ დაპაუზებული, გაჩერებული ფიქრის მდგომარეობაში. ფიქრის მდგომარეობა არის დაუსრულებელი, შეგვიძლია ვიფიქროთ 2 კვირაც კი
ჩავარდეთ დეპრესიაში, მიწებებული ხართ ერთ კონკრეტულ დროში, თქვენთვის დრო აღარ მიდის. ხვდებით რაშია საქმე, რატომ დაგტოვეს ადამიანებმა, იმიტომ რომ მინიმუმ თქვენი ფასი ვერ გაიგეს და როდესაც ადამიანმა არ იცის რაღაცის ფასი, რატო თხოვთ იმას, რომ იცოდეს მაინც და მაინც, ესეც უკვე არ მესმის. შეიძლება რაღაც ბავშვობის ტრაუმა მოყვებათ ამ შემთხვევაში. რას გულისხმობს ეს ბავშვობის ტრაუმა? შეიძლება თქვენ არც იცოდეთ, მაგრამ ქვეცნობიერში იყოს დალექილი. კი ბატონო, ეს არის teamworks რო ვიძახით ხოლმე, ხო იცით? როდესაც რამოდენიმე ადამიანი ერთად მუშაობს, შეიძლება თქვენ ოჯახში იყო ერთიანობა მშობლების ოჯახში და როდესაც თქვენ უყურებდით აი ამ ყველაფერს, რომ მშობლები ერთად რაღაცისთვის გაერთიანდებოდნენ და დედა ცალკე ეხმარებოდა, მამა ცალკე რაღაც წყვილს დებდა, ხო, ერთმანეთზე დაყრდნობილები იყვნენ, თქვენ გინდათ ესეთი ურთიერთობა მინიმუმ. ან შეიძლება სადღაც გაქვთ ნანახი ეს სცენარი, შეიძლება ფილმში სადღაც და გინდათ მაინც და მაინც რომ ესეთი ურთიერთობა გქონდეთ. და ეს გატრიგერებთ იმ მხრივ, რომ ეს ბავშვობაში გაქვთ ნანახი, შეიძლება ბავშვი არ იყავით, მაგრამ იყავით თინეიჯერი და ამ დროს ნებისმიერი ინფორმაცია არის ძალიან სენსიტიური და ილექება ხოლმე ცნობიერში. არ არის აუცილებელი, რომ ურთიერთობები იყოს იდეალური, ჩემო თქვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მოდის იდეალური პარტნიორი, სულაც არ არის ეს აუცილებლად გადამწყვეტი. ყველანი ვართ ინდივიდუალურები, იდეალური ადამიანი ფიზიკურად არ არის ჩემო. ის მხოლოდ თქვენ რეალობაში შემოვა მაშინ, როდესაც თქვენ წარმოსახვით რეალობაში არსებულ იდეალურ დორიან გრეის პორტრეტს, ასე ვთქვათ, ჩამოშლით ერთიანად. აი ძალიან კარგად უყურეთ, ახლა თქვენც ხო ხედავთ ამ ყველაფერს. კოშკის ენერგიები ნგრევა, რომელიც უნდა დასრულდეს, ეს არის შიშები განვითარებისა და უზარმაზარი შიშები, რომელიც გმართავთ, ხო, რაღაცა ისი არ წავა, რაღაც ცუდი მოხდება. აი თქვენ ეს გიტრიალებთ თავში, ქვეცნობიერად, შეიძლება მას ცნობიერად არ აკეთებთ, მაგრამ ქვეცნობიერად ეს ძალიან გმართავთ. როდესაც ახალი ადამიანი შემოდის, აი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რომ ამანაც არ მატკინოს გული. ესე იგი, ადამიანი ახალი შემოსულია და თქვენ უკვე იმაზე ფიქრობთ, რომ ამანაც არ მიქაროს ის, რაც წინა 7 წლის წინანდელმა ადამიანმა მიქარა. აი ეს უნდა დაინგრეს, დასრულდეს, იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ როგორი პაწუა ხართ და თქვენი შიშები, ეშმაკის ენერგიები. ეს შეიძლება იყოს პირიქით დემონური ძალების, რომელიც თქვენ გებრძვიან და გაცილებენ ბედნიერებისგან, ხო? იმიტომ რომ ვიცით, რომ შიში ეს არის ნეგატიური ენერგია, რომელიც თქვენს ცნობიერში, ანუ ფსიქოლოგიაში იქმნება, მერე თქვენ ამის ვიზუალიზაციას აკეთებთ, თქვენ იზიდავთ აი ამ ყველაფერს, ეს უნდა დაინგრეს, დასრულდეს, ისე რომ აღმოცენების უფლებაც აღარ უნდა მივცეთ ამ ყველაფერს. ძალიან ნათლად მოდის მესიჯები და უზომოდ ბედნიერი ვარ. გაიხსნება თქვენთვის თასების ტულზი, ეს რა არის, თუ გამოიცნობთ, აბა ჩემი მსმენელები უკვე ძალიან კარგად იცნობთ ხოლმე აი ამ სიტუაციას. ეს არის ფინანსური სიუხვის შემოსვლა თქვენს რეალობაში. მე ყოველთვის ვიძახი, ჩემო კარგებო, როდესაც სასიყვარულო პარტნიორი არის ძალიან კარგი თქვენთვის და სამყაროც ამას განიშნებთ, იმის გამოვლინებით, რომ ფინანსური ენერგია მოდის წყალივით. მე მგონი ძალიან გასაგებად ვისაუბრებით, ხო? არიან ადამიანების კატეგორია, რომლებიც საერთოდ ვერ იგებენ ჩემს ნათქვამს და ვფიქრობ, რომ ასეთმა ადამიანმა არც უნდა მომისმინოს, იმიტომ რომ თუ კი ვერ იგებს, ესე იგი ეს მისთვის არ ყოფილა. ფორტუნას ბორბალი იხსნება თქვენთვის. რომ იტყვით ხოლმე, რომ აი მაგრად გამიმართლა რა, აი ეს მოცემულობები შემოდის ძალიან სწრაფად. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება რაღაცაც მოიგოთ, არ გამოურიცხავ, ეს არის ჯეკპოტი ერთის მხრივ, აი ცხოვრებისეულად მოგებული ჯეკპოტი და კონკრეტული მიმართულებით მოგებული ჯეკპოტი, ეს კიდე სხვადასხვა თემა, მაგრამ ორივე არ გამორიცხოთ, იმიტომ რომ ამისი რეალური იმედი მართლა არსებობს. რეალური მოლოდინი ნამდვილად არსებობს ამ ყველაფერს. თქვენ ძალიან მაგრად გაგიმართლებთ იქნებ და ეს ადამიანი იყო სწორედ ეს გამართლება თქვენს რეალობაში. შემოკარგებო, მეც ძალიან ველოდები ამ ყველაფერს, მინდა გითხრათ, ძალიან უცნაურია, მაგრამ მეც თქვენთან ერთად ჩემს რეალობაში ველოდები აი ამ ადამიანს, რომელიც მომავლიდან ახლა მე მესაუბრება. კი ბატონო, შეიძლება ამჟამინდელი ურთიერთობების
დასასრული აღმოჩნდეს სწორედ იმის საფუძველი, რომ თქვენ ძალიან გეტკინოთ გული, შეიძლება ადამიანებმა თავის-თავი გამოავლინონ, როგორც ასე ვიცახით ხოლმე, რომ თავის-თავი გამოავლინა, ანუ რაც იყო და თამაშობდა, ის დავინახეთ, ხო? ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენ გადადგათ ნაბიჯი რაღაცა სამომავლო მოლოდინისკენ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მიწებებული ახლა ამ ეტაპზე. თქვენი ცნობიერი ჩაციკლულია ერთ კონკრეტულ მოვლენაზე. როდესაც კი ძალიან აირევით აი ამ ადამიანთან, რომელზეც ახლა ჩაციკლული ხართ, ეგრევე იწყება სამომავლო პერსპექტივაში ფიქრი, მოლოდინი, რომელიც მოიტანს აი ამ მოცემულობებს, აი უზომოდ ბედნიერი ვარ, უზომოდ მიხარია, მიიღეთ რაც რეზონირდება თქვენს რეალობაში, რაც არა, ნუ მიიღებთ ინფორმაციულად, იმიტომ რომ ყველანაირი ინფორმაციული ნაგავის მიღება არ შეიძლება. და თქვენ საბოლოო ჯამში გადადიხართ ჰარმონიულ ნოტაზე, როდესაც ადამიანი არის ბედნიერი იმითი, რაც აქვს. შეიძლება ძალიან ბევრი არაფერი არ ქონდეს, ფუფუნების გამომხატველი ნივთები, ძალიან ძვირფასი ღირებულების მქონე, რაც ფულის ენერგიებით ფასდება, მაგრამ თქვენ უკვე იქნებით თვითკვანი, იმიტომ რომ რაც გაქვთ, ეს სრულიად საკმარისია. შეიძლება საკვების მიღებაც კი აღარ მოგინდეთ, იმდენად ძალიან მაგარი ადამიანი იქნება ეს და ასევე რატომ მოვიდა აქ ჩამოკიდებული კაცი? რაღაცა გზღუდავთ, ჩემო კარგებო, რა გზღუდავთ? ესე იგი, ადამიანი ძალიან კარგად გიცნობთ უკვე მომავლიდანაც კი, რაღაცის დასასრულისა გეშინიათ. რაღაცის დასასრულის გეშინიათ. თითქოს ურთიერთობებში როდესაც შედიხარ, უკვე იცი, რომ იქ მესამე პირი შეიძლება იყოს, შეიძლება აირიოთ, შეიძლება იჩხუბოთ, შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ისე წახვიდეთ, რომ ერთმანეთისკენ უკან აღარ მოიხედოთ. აი ეს გზღუდავს, ჩემო კარგო, შიში, რომელიც უნდა დასრულდეს, უნდა დაასრულოთ ეს თქვენივე ხელით. კარგად დაიმახსოვრეთ ეს მესიჯი. შიშები უნდა დასრულდეს, კოშკის ენერგიები არის ნგრევა, დასრულება, როდესაც მისი აშენება ხელმეორედ შეუძლებელია. ეს უნდა მოხდეს თქვენი შიშების მიმართულებით. ნუ გეშინიათ რაღაცის დასასრულის, იმიტომ რომ რაღაცის დასასრული ყოველთვის არის რაღაცის საწყისი. 13 არკანის სიკვდილი ასევე დაბადება ამას ნიშნავს ამ შემთხვევაში. კიდე რა მესიჯი აქვს ვაჟბატონს ან ქალბატონს მომავლიდან? კი ბატონო, ჩაკეტილი წრედისგან გამოსვლა უნდა მოხდეს თქვენი აუცილებლად. იცით რა, გადით ხალხმრავალ ადგილებში, ჩემო კარგებო, პირდაპირ. ამაზე მოწოდება. და თუ ახლანდელი თქვენი მდგომარეობა ძალიან გელამაზებად, რაც არ უნდა ლამაზი, თბილი და საყვარელი უნდა იყოს ეს გარემო, სადაც ახლა იმყოფებით, ანუ ის სივრცე, სადაც ახლა ხართ, შეიძლება ადამიანები ილუზორულად გიქმნიდნენ აი ამ განწყობას, გადით და გაეცალეთ ამ გარემოს. უბრალოდ გარეთ გადით, ჩემო კარგებო, და ადამიანს აუცილებლად შეხვდებით. სასწრაფოდ უნდა გავიდე, ჩემო კარგებო, მე თქვენთან ერთად გარეთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ვიღაც გველოდება, რომელიც დაასრულებს ჩვენი უმოქმედობის მდგომარეობას და სხვათა შორის აი ამ მომენტში თქვენ უკვე გადასული იქნებით ხმლების დედოფლის ენერგიებში, როდესაც საზღვრები ამკაფიოთ დაცული, ხო გეუბნებით, ზემოთაც გითხარით. კი ბატონო, ურთიერთობა არაჩვეულებრივია, მაგრამ ზღვარი ყველამ უნდა იცოდეს და თქვენ აი ამ ბალანსის დაცვას ისწავლით. არ არის აუცილებელი, რომ თავით გადავაშვათ ყველანაირი უფლებები მიიცეთ ადამიანს, რაც ეკუთვნის, არ ეკუთვნის და ასე შემდეგ. და სწორედ ეს ბალანსის მდგომარეობა მიგიყვანთ ფინანსური სიუხვის და ასევე კრეატივის, ახალი ამბების დაწყების, რაღაცა ამაღელვებელი მოვლენების დატრიალების მოცემულობამდე. მოსურს ამას ახლა ნახოთ. კი ბატონო, აქ პირდაპირ მოწოდება არის, რომ ნუ იმოქმედებს სულელივით, უბრალოდ იყავი სულელი. რას ნიშნავს ეს? ძალიან ბრძნული გამოთქმა არის ეს და რას ნიშნავს? როდესაც მოქმედებს სულელივით, შეიძლება
იყოს ეს იმპულსური და არაგონივრული გადაწყვეტილების მიღების გაფუჭო ყველაფერი, მაგრამ როდესაც ხარ სულელი, ანუ არ გადარდებს ნეგატიური ენერგიები შენ ვერ გმართავენ. როგორც სულელს არ ადარდებს გუშინ რა იყო და შარშანწინ ვინ აწყენინა, ისე უნდა მოიქცე და ისე უნდა გადართოთ თქვენი ცნობიერი იმისთვის, რომ მოვიდეს ფინანსური სიუხვე. და სიუხვე რომელია, ანუ აქ განა იმდენი გაქვთ, რამდენიც საჭიროა, როდესაც აღარ გენანებათ, შეიძლება ისე გადაიხადოთ რაღაცა, ისე იყიდოთ რაღაცა, რომ ანგარიშს აღარც კი ჩახედოთ, ეს არის ეს სიტუაცია, ჩემო კარგებო, ეს არის ფუფუნება და ლაქშერი ცხოვრება, როგორც ესე ვიძახით ხოლმე. თქვენი მანიფესტები ძალიან კარგად მუშაობს, ასევე მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ხასიათის სურვილები უნდა ჩაიფიქრო, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ჩაიფიქრე მოხდა, ესეთი პრინციპით მუშაობს თქვენი მანიფესტები. მანიფესტი რა არის? ეს არის სურვილის ჩაფიქრების მდგომარეობა, როდესაც ის უნდა მოვიდეს თქვენს რეალობაში. ასევე ძალიან საინტერესოა, თუ კი შუბლის არეში, ახლა პირობითად გაჩვენებთ, მაგრამ თქვენ შუბლზე დააკვირდით სარკეში, თუ შუბლის არეზე გაქვთ ხალი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მანიფესტები მუშაობს უსწრაფესად და თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანი. ასევე ჩემო კარგებო, ძალიან საინტერესოა, როდესაც მარცხენა ხელზე გაქვთ ხალი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული ჯადოქრების კლანის ოჯახთან კავშირი, ეს არის წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც მისმენ, ძალიან კარგად იგებთ ამ ინფორმაციას, ხოლო არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იგებენ, ჩემო კარგებო და პირადში მწერენ ეს რო თქვი ეს რას ნიშნავდა. არა და მე ხო ძალიან გასაგებად ვსაუბრობ, ესე მგონია, მაგრამ ყველაფერს ჭირდება სათანადო ანალიზი. ხალების შესახებ დამიდასტურეთ კომენტარებში, რამდენს გაქვთ შუბლზე და ასევე მარცხენა ხელზე, იდაყვიდან მაჯის მონაკვეთში. კი ბატონო. და საბოლოოდ რჩევა. სად უნდა შეგხვდეს ეს კონკრეტული ადამიანი? სად უნდა შეგხვდეს? ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სოციალური შეკრების ადგილი, შეიძლება იყოს ლექცია პირდაპირ, სალექციო მსვლელობა, შეიძლება იყოს სემინარი, რომელიც იგეგმება ხოლმე. ძალიან ყურადღებით დააკვირდით, სად რა ივენთი დაიგეგმება. ეს არის დაგეგმილი ივენთი, როდესაც ეს ყველაფერი ოფიციალურ დონეზეა დაგეგმილი, კონკრეტული პროფესიის მიმართულებით. შეიძლება იყოს რაღაც საერთაშორისო დონის ივენთი, სადაც აუცილებლად უნდა დაესწროთ იმისთვის, რომ სწორედ იქ შეიძლება იყოს ეს ადამიანი. თქვენ გაქვთ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ ძალიან ბრძნულად დაგეგმოთ ეს ყველაფერი, ხო გეუბნებით, მედიტაცია არის გამოსავალი ამ შემთხვევაში. სხვა რა უნდა მოიმოქმედოთ რჩევა სამყაროსგან და დავასრულოთ ჩვენი დაშლა, იმიტომ რომ არ მინდა რომ ძალიან ისე მოგასწინოთ დიდხანს. ნახეთ, მეტლის ენერგიები. როგორც გინდა რომ თქვენი ცხოვრება განვითარდეს, სწორედ ისე განვითარდება, ჩემო კარგებო. მით უმეტეს რომ ფინანსური პოტენციალი არაჩვეულებრივი არის აქ, იმიტომ რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი არის ნიშანი სამყაროსგან. თუ ამჟამად გაქვთ ფინანსური ზარალის დადგომის მდგომარეობა, ძალიან მალე ეს სიტუაცია გარდაიქმნება პირიქით სიუღის ბარაქის მდგომარეობად და თუ კი ახალი ადამიანი შემოვა თქვენს რეალობაში, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ის არის სწორი პარტნიორი თქვენთვის. შიშები დავასრულოთ, ასე ვთქვათ, და შევირგოთ მეტლის ენერგიები, როდესაც ჩვენ ვართ ჩვენივე ცხოვრების უფროსი და საიდკენაც გვინდა ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, წამყვანი ენერგიები, წამყვანი ეტლი, იქით შეგვიძლია რომ მივმართოთ ეს ყველაფერი. დროებით შემდეგ ძალიან საინტერესო გაშლა.